ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში რჩება პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. დროებითი მოთავსების იზოლატორში ხოშტარია მისმა ადვოკატმა მოინახულა. თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მის კლიენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. უფლებადამცველი განმარტავს იმასაც, რომ ხოშტარია ან 48 საათში უნდა გაათავისუფლონ, ან სასამართლოს სხდომა ჩაინიშნება. პარალელურად სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა თავად ელენე ხოშტარია. მის წერს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ღირსების შემულახავად მოიქცნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავებმა სულ 4 პირი დააკავეს, მათგან 2 ხელწერილი საფუძველზე გათავისუფლდა. კიდევ 2 პირი კი, მათ შორის ელენე ხოშტარია, ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. დავებიან სტანდარტულად 166-ის პირველი ეგრეთ წოდებული წვრილმანი ხულიგნობა და 173-ის პირველი, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. Ფიქრობთ, რომ არც ერთი შემადგენლობა არ აქვს. ელენე ხოშტარია არ ფიქრობს, რომ რაიმე კანონმდებლობა და რაიმე ნორმა დაარღვია, იმით რომ აპროტესტებდა გუშინ მოვლენებს რუსთაველის გამზირზე და ამ ეტაპზე ველოდებით ან უნდა გაათავისუფლონ 48 საათამდე პერიოდში, ან გადაიყვანონ სასამართლოში და შემდგომ უკვე გაიმართოს სასამართლოს სხდომა.